გამარჯობა. როგორ ხართ მეგობრებო? რამდენიმე დღით ადრე ვაპირებდი ვიდეოს დადებას, მაგრამ ვიფიქრე, ბარემ გავიდეთ ევროპის ჩემპიონატზე და მე ჩავწერ მეთქი ახალ ეპიზოდს. სწორადაც მოვიქეცი ფუტზალში ევროპის ჩემპიონატზე გავედით ზედიზედ მეორედ, ისტორიაში მეორედ. როგორც წესი, სპორტში რა პრინციპში ყველაფერში პირველად რო ხდება რაღაც, უფრო დასამახსოვრებელია ხოლმე, მაგრამ ეს შემთხვევა გამონაკლისია. ევროპაზე მეორედ გასვლა უფრო გაგვიხარდა, ვიდრე პირველად. პირველიც კაი იყო, მაგრამ მაშინ საქართველოსა და ბრაზილიის გაერთიანებული ნაკრებით გავედით ევროპის ჩემპიონატზე და ახლა მარტო ჩვენ გავედით. მხოლოდ საქართველოს ნაკრები. სრულად ქართველი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული ნაკრებით. განა ბრაზილიელებს ვერჩი რამეს. პირიქით დიდი მადლობა მათ, რომ ქართული ფუტზალის პოპულარიზაციაში დიდი წვლილი შეიტანეს. უბრალოდ ასეთი წარმატება უფრო ტკბილია რა, იმიტომ რომ სანაკრებო ფეხბურთს ჩემი აზრით ლეგიონერები არ უხდება რა. სანაკრებო ფეხბურთის მთელი მუღამი ის არის, რომ აი ქართველები, ინგლისელები, ესპანელები ვეთამაშებით ერთმანეთს, თორე ლეგიონერებს ენაცვალოს ჩემი თავი, კლუბები მაგისთვის არის რა. ხო და ისე გამოვიდა, რომ მეორე გასვლა უფრო გაგვიხარდა ვიდრე პირველი. ძალიან იშვიათია და ასახელო რამე, რომელიც მეორედ უფრო გიხარია ვიდრე პირველად. აი გაგიგიათ ვინმეს ეთქვას, არასოდეს დამავიწყდება ჩვენი მეორე შეხვედრა. ახლაც მახსოვს ის დღე მეორე ხელფასი რო ავიღე. ანუ როგორც წესი, აი იცი ზურა, იცი ვინ არის? გერმან ტიტოვი. პატიკო, შენ იცი გერმან ტიტოვი ვინ არის? ისტორიაში მეორე ადამიანი, რომელიც კოსმოსში გავიდა. სად დაგვეკარგა. გვაქვს მისი სახელობის მოედანი. არა გვაქვს, იმიტომ რომ მეორეა. ხო და ანუ ესე სამყარო მეორეს ცოტა ჩაგრავს ხოლმე, მაგრამ ფუტზალში პირიქით დალაგდა მეორე გასვლა. მეორედ გავედით ევროპას. ეს მარკერი რატო დევს მაგიდეს? იყოს. შენ გააჩინე. იყოს, რამე სხვა სპონსორობა ხوار გამოდის რა. პლეიოფში ორი მატჩის ჯამში ვაჯობეთ სლოვაკეთს და გავედით 2026 წლის ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს 3 ქვეყანა. ლატვია, ლიეტუვა და სლოვენია. ჩემს ცხოვრებაში პირველად ხდება, რომ ეს ჩამონათვალი ესტონეთით არ დასრულდა. აი როგორ უცნაურად ჟღერს რა, აი ლატვია, ლიეტუვა, მადაგასკარი. ლატვია, ლიეტუვა, პარაგვაი. არ გამოდის რა, ანუ ესტონეთის გარდა არ უხდება არაფერი მანდ რა. ხო და ყოჩა UEFA-ს რომ მოიფიქრა, რომ ლატვია, ლიეტუვა და სლოვენია უმასპინძლებენ ევროპას. ლოგიკურად შემდეგი ევროპა უნდა ჩატარდეს სერბეთში, ხორვატიასა და ესტონეთში. 21 იანვარი, 7 თებერვალი. ამ რიცხვებში ჩატარდება ფუტზალის ევროპა. 13 იანვარი, 1 თებერვალი იქნება ხელბურთის ევროპის ჩემპიონატი. მოკლედ, ამჯერად მეგობრებო, დავივიწყოთ მთელი იანვრის განმავლობაში სმა. წელს ეგ ვეღარ იქნება, რომ მთელი იანვარი ვიქეიფოთ. სადღაც 11-10 იანვარს ვფხიზლდებით, წვერს ვიპარსავთ, როგორც ლოთებს შეეფერება რა. ლოთები როს გაწკიპინებულები არიან ხოლმე. ხო იცით ეგ არა? ამ შემთხვევაში ჩემი მეგობარი ლოთები ეგრე არის. დილით გაწკიპინებული გაპარსულები, ეგრე 10-11 იანვარს ვიხოდებით, წვერს ვიპარსავთ და 1000 საქმეა 2 ევროპის ჩემპიონატი გვაქვს სათამაშო რა. ეხლა მთელი თვე кейფი არ გამოვა. ჩვენ გვაწყობს რომ ლიეტუვაში ან ლატვიაში მოგვიწიოს თამაშები, იმიტომ რომ ხელბურთის ევროპა სკანდინავიაშია და რო რამე გადაირბენ ხელბურთზე, გადმოირბენ ფუტზალზე. იქვე რო ვიყოთ რა. ხო და ხო არ წავიდეთ თქო, ვიფიქრე რა.
დასაფიქრებელია. იმიტომ რომ იანვრის სკანდინავიას რას ჯობს. ხო და ბადიგო წავიდეთ. რაც გვაქვს ყველაფერი ჩავიცვათ და წავიდეთ. ჩემი აზრით იანვარში არქტიკასთან ახლოს ევროპის ჩემპიონატის ჩატარება არ უწყობს ხელს არც ტურიზმის განვითარებას, არც თვითონ ამ სპორტის სახეობების პოპულარიზაციას, ფუტზალის და ხელბურთის პოპულარიზაციას არ უწყობს ხელს არქტიკაში ევროპის ჩემპიონატის ჩატარება და არც ტურიზმს, იმიტომ რომ არ ამგონია ბევრი ტურისტი იანვარში მიაწყდეს თეთრ დათვებს. თეთრი დათვები ცოტა გავაზვიადე, მაგრამ ხო და თუ არ გინდათ მეგობრებო, რომ ხალხი ჩამოვიდეს ევროპაზე, საერთოდ ნუ გააბაზრებთ ევროპის ჩემპიონატს რო ატარებთ, ჩუმად ჩაატარეთ და ბოლოს ანგარიშები გითხარით, რომ დასრულდა ევროპის ჩემპიონატი, მოიგო შვედეთმა ხელბურთში, ფუტზალში, პორტუგალია, საქართველოს ფინალი იქნება მალე. ზეგ. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერს აკეთებთ, რომ ხალხი არ ჩამოვიდეს ევროპის ჩემპიონატზე, მე მაინც ვიფიქრებ ჩამოსვლაზე. გადავიდეთ ოქროს ბურთზე. მანამდე არხი გამოიწერეთ, ვიდეო დაალაიქეთ, ზარისღილაკი ჩართეთ, ხვალისთვის ავიდეთ 1,000,000 გამომწერს. არ მითხრათ ეხლა რომ შეუძლებელიაო, თუ კი დემბელეს ოქროს ბურთის მოგება შეუძლია, ესე იგი ამ ქვეყნად ყველაფერი შესაძლებელია. ამიტომ მოდით მეგობრებო, ხვალამდე 1,000,000 გამომწერზე ავიდეთ. რა არის იმაზე უცნაური ვიდრე დემბელეს ოქროს ბურთი? დემბელეს ოქროს ბურთზე უცნაურია დემბელეს დამსახურებული ოქროს ბურთი. და იმსახურებდა ხალხო, ეგ არის მთელი უბედურება არა და მთელი ხიბლი ამ ყველაფერში, რომ იმსახურებდა. საფეხბურთო ღმერთმა მაგრად დაგვსაჯა. იყო დრო, რონალდუს და მესის ოქროს ბურთებს კითხვის ნიშნის ქვეშ ვაყენებდით ხოლმე. დამსახურებულად მოიგო მესიმ 853 ოქროს ბურთი. 852-ზე არ ვამბობ არაფერს, დამსახურებული იყო. აი 853 შეტენეს ძმაო, ხო იყო ეგეთი ბაზრები. აი ასეთებს რო ვლაპარაკობდით, საფეხბურთო ღმერთმა დაგვსაჯა და დემბელეს მოაგებინა დამსახურებული ოქროს ბურთი და ეხა იკამათეთ მესიმ დაიმსახურა ის ოქროს ბურთი. აი ვერ დავაფასეთ ის ეპოქა რა, რომ სალაპარაკო რო არაფერი უნდა ყოფილიყო ეგეთი ევროპა. არა, იყო იქ სალაპარაკო რაღაცაება რა, ეგრეთ თუ დავიჯებოდით, რას ვფიქრედი, რომ დემბელე კითხვის ნიშნის გარეშე. კარგია ჩვენთვის პარი სენ-ჟერმენის ფეხბურთელმა რომ მოიგო ოქროს ბურთი. ახლა ზუსტად ვიცით, როგორ უნდა მოვაგებინოთ ხვიჩას ბალონ დორი. მარტივი რეცეპტი დაიბადა. პარი სენ-ჟერმენმა უნდა მოიგოს ყველაფერი და თვითონ ხვიჩა უნდა იყოს ყველა სხვაზე ცოტათი უკეთესი თავის გუნდში. ეგეც შენი ოქროს ბურთი. მაგრამ აქ ერთი პრობლემაა. მომდევნო ოქროს ბურთში სოფლიოს ჩემპიონატზე ნაჩვენები თამაშიც იქნება გათვალისწინებული. და შემდეგი ოქროს ბურთი უკვე სოფლიო ჩემპიონატიანია. მანდ მარტო საკლუბო ფეხბურთში გაბრწყინება არ ეყოფა საქმეს. ანუ კიდევ ერთი მიზეზი გვაქვს სოფლიოზე გასასვლელად. არ ამგონია დამატებითი мотиваცია გვჭირდებოდეს სოფლიოზე გასასვლელად, მაგრამ ნაკრების ფეხბურთელებო სოფლიოზე უნდა გავიდეთ, ბიჭებს ოქროს ბურთი დაგვჭირდა. კაი, ბიჭებს ოქროს ბურთი მოგვინდა და სოფლიოზე რო გავიდეთ. 2025 წლის ბალონ დორზე ხვიჩამ მე-12 ადგილი დაიკავა, 20-23-ში მე-17, ნელ-ნელა ვეპარებით. ქართული რეკორდი მე-7 ადგილია, რამაზ შენგელია 81-ში. ამ შედეგის გაუმჯობესებას ამ სეზონშივე ვაპირებ. მე რა ხვიჩა ჩვენ ჯიგარი. და ზოგადადაც ვფიქრობ ოქროს ბურთი უნდა დაიდოს სადღაც. ახლა არის ოქროს ბურთის მოგების გეოპოლიტიკური ფანჯარა ღია. ამ რამდენიმე წელიწადში უნდა მოვასწროთ, შევძვრეთ ევროკავშირში და მოვიგოთ ოქროს ბურთი. ეხლა არის ფანჯარა.
მერე რა იქნება, კაცმა არ იცის, როგორც იტყვიან, ოქროს ბურთი ქუჩაში გდია და აღებაა საჭირო. სანამ იამალი გაიზრდა პრაიმში, სანამ გავა იამალი და რაღაცა დაიწყებს მესივით სიცოცხლის გამწარებას, ახლა უნდა მოვასწროთ. ოქროს ბურთი არასოდეს მოუგიათ ისეთ გენიოსებს, როგორებიც არიან ხავი, ინიესტა, პირლო, მალდინი, ბუფონი, ზლატანი, სალაჰი, ბერკამპი, ანრი, რობენი, რიბერი, სუარესი, ნეიმარი, ჯერარდი, ბექემი, ლამპარდი, რუნი, ბეილი, რომ შემეძლოს ერთ დიდ საერთო ჩატს გავაკეთებდი. ამათ ჩავყრიდი ყველას და დავწერდი, რომ მეგობრებო, შეეგებეთ თქვენ შორის ერთადერთ ოქროს ბურთიანს და დემბელეს დავამატებთ. მერე წამოწექი კომენტარები იკითხე. იქ ზლატანი რეებს დაწერდა, ხო წარმოგიდგენია, რომ ფუ ვისა აქ ოქროს ბურთი, ის ხო ისეთი კაცია, რაღაცნაირი ქართლელი. ყველაფერს რომ პირდაპირ იძახის, აუ მაგჩატში გავერთობოდი სიამოვნებით. მოკლედ ისეთი დრო დადგა, რომ ოქროს ბურთის მოგება შეუძლია ყველას. ისეთი სტარები ყველას რო 10 თავით აღემატებიან, ამ წუთას აღარ არიან ფეხბურთში, რომ აი ვიღაცა ცალკე იყოს 1 ან 2 და დანარჩენები ცალკე, ეგრე აღარა. ამიტომ ყველას შეუძლია ერთი ისეთი სეზონი ჩაატაროს, რომ ოქროს ბურთი წამოიღოს რა, ერთი სუპერ სეზონი და ეგ არის რა. საქართველო უნდა გახდეს ყველაზე პატარა ქვეყანა ისტორიაში, რომელსაც ოქროს ბურთი მოუგია. ხორვატიის მიღწევა უნდა გავაუმჯობესოთ. ცოტათი ნაკლები მოსახლეობა გვყავს ჩვენ, მოვიგოთ ოქროს ბურთი, მერე გავუბრალდეთ. იდეაში ყველაზე პატარა ქვეყანა ჩრდილოეთ ირლანდიაა, რომელსაც ოქროს ბურთი მოუგია, მაგრამ დამოუკიდებელი სახელმწიფო არ არის. და ამიტომ არ ჩავუთვლი ამ სტატისტიკას დამოუკიდებლად რომ მიაღწევ რაღაცას. ეგაა მუღამი, თორე იმპერიის ნაწილი რო ხარ, ეგ სხვა ბაზარია საერთოდ. ახლა იმპერიაში ჩვენც კაი შედეგები გქონდა სპორტში, მაგრამ გავარტყი იმპერიაში თუ ხარ და ცალკე არა ხარ, სპორტსაც და ყველაფერსაც. თავარია დამოუკიდებელი რო ხარ და ეგრე მიაღწევ რა. კიდევ ერთ რეკორდს ვუმიზნებ. 91 წლის ბალონ დორში ერთდროულად 3 ქართველი მოხვდა ნომინანტებში, მე-7 ადგილი შენგელია, მერვე ჩივაძე და მე-11 ყიფიანი. ვიღაცები რო იძახიან, რომ აი თასების თასი არაფერი ტურნირი არ იყო, 3 ქართველი მოხვდა, ანუ არ არის ეგეთი, მაშინ 3-ვე ევროპული ტურნირი ძალიან პრესტიჟული იყო. მარტო ჩემპიონები თამაშობდნენ ლიგას, იქეთ UEFA-ს თასი, აქეთ თასების თასი, ანუ 3-ვეს თავისი მუღამი ქონდა რა. ამიტომ დღევანდელთან შედარება სისულელეა, იმიტომ რომ დღეს ყველა მაგარი გუნდი ლიგას თამაშობს, 4-5 გუნდი და დანარჩენები სხვაგან და მაშინ ერთი კი იყო ჩემპიონთა ლიგაზე და დანარჩენი კაი გუნდები გადანაწილებული იყვნენ სხვადასხვა იმაში. ამიტომ ხელწამოსაკრავი ამბავი არ იყო. ფაქტია, რომ 3 ქართველი მოხვდა ბალონ დორში რა, ასე რომ რადონის ტურნირი იყო, აქედანაც ჩანს რა. ხო და ამ რეკორდის გამეორება ან და მოხსნაც მინდა კვარას პლუს რამდენიმე ქართველი სიაში. ეს უფრო რთული იქნება ვიდრე ბალონ დორის მოგება. წლები დასჭირდება ამ ამბავს, მაგრამ შეუძლებელი არაფერია. უკვე გითხარით, რომ დემბელემ მოიგო ოქროს ბურთი და შეუძლებელი არაფერია. მოვად რომ ამარდა გახდება ლივერპულის პირველი მეკარე, ჟორჟი ააწიოკებს ლა ლიგას, ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ლივერპულში მამარდას დებიუტი შედგა, ვულოცავ გიორგის და ზოგადად ქართულ ფეხბურთს, არაა ეს უბრალო ამბავი, ლივერპულში ქართველი გრანდები რო ავიღოთ, აი დიდი გრანდები, დიდი გრანდი ცოტა გრამატიკულად ვერ ჟღერს მაგრანდები რო ავიღოთ, წარსულით, აწყოთი ყველაფრით, მხოლოდ მილანში უთამაშია ქართველს რეალურად გრანდებიდან. დაგვემატა ლივერპული. აიაქსსაც დავამატებდი, მაგრამ 1-25 წელია ხო და ამიტომ ესეთი კითხვის ნიშანიც რო არ დაესმის ეგეთში, უკვე მეორე ეგეთ გრანჩი ყავს ქართველი. მე როგორც მანჩესტერის აქციონერი და გულშემატკივარი მზად ვარ გადავდო ჩემი ინტერესები გვერდით და ლივერპულს უსურო წარმატება. ერთადერთი იმას ვერ ხვდები, მანჩესტერმა რატო არ გააკეთა ყველაფერი მამარდაშვილის შესაძენად, იმიტომ რომ აი როგორც აქციონერი არა, როგორც ადამიანი ვკითხულობ. იმიტომ რომ ავიღოთ ორი უდიდესი ინგლისური კლუბი, ლივერპული და მანჩესტერი.
ერთს ყავდა მსოფლიოში საუკეთესო მეკარე, მეორეს ონანა. იბადება შეკითხვა, რომელმა კლუბმა უნდა იჩალიჩოს მამარდაშვილის დამატებაზე, მეკარე რო არ უჭირს იმან, თუ ონანა რო ყავს ამან. სწორი პასუხია B, ონანა ვისაც ყავს, იმან უნდა იჩალიჩოს მამარდაშვილის დამატება, მაგრამ დაიმატა ლივერპულმა. ინგლისურ ენაში არსებობს ასეთი გამოთქმა, ნიუკასლში ქვანახშირი მიჰქონდაო, ანუ ნიუკასლი ქვანახშირის ქალაქია და შენი წამატება ქვანახშირის ანუ მაშინ ჭიათურაში მარგანეცი მიჰქონდათო, ეგეთი გამოთქმაა რა ნიუკასლზე. ანუ რაც ისედაც ბევრია, შენ რაღაც გინდა. ქართული შესატყვისი იდიომია ზღვას ქვიშას უმატებდაო. საქართველოში პოდკასტს იწყებდაო. ეს არის ქართული შესატყვისი. ხო და ალისონი რო ყავს და მამარდაშვილს იმატებ, ეგა ნიუკასლში ქვანახშირის წაღება. ონანა რო ყავს და ვერ ხვდები რომ მამარდაშვილი უნდა დაიმატო, მაგას რა ქვია, ვიცი, მაგრამ არ ვიტყვი მაინც. არადა მაგრად გაასწორებდა მამარდაშვილი მანჩესტერში, ნაკრებში წმინდა გიორგი რო გახატია გულზე და კლუბში წითელი ეშმაკი. მაგარი არის ყველა მხარესთან დალაგებული რო გაქვს. ამიტომ გაასწორებდა, მაგიტომაც გაასწორებდა. ეგეთი კაცი გვეყოლებოდა, რომ ყველასთან დალაგებული გვაქვს რა. რაცა ესა, ვუსურვოთ გიორგის მალე გახდეს პირველი მეკარე ლივერპულში, ალისონს ვუსურვებ წავიდეს საუდის არაბეთში, გააკეთოს 400 მილიონი, ჩაიქცეს ფულებში 9 მილიონერი ხავდეს. ცუც რას ვუსურვებ ეხლა რა არის ცუდი ხე რო ვინმე გითხრას რომ 400 მილიონი გააკეთო. კეთილი კაცი ვარ რა, მამარდაშვილის პირველი მეკარეობა, ალისონს 400 მილიონი საუდის არაბეთში, მეტი რა უქნა ყველას კაის. გადავიდეთ ჟორჟზე. მეფე ჟორჟზე. მეორე ქართული გოლი გავიდა ლა ლიგის ისტორიაში 24 წლის შემდეგ, ისევ გავიდა ქართული გოლი ესპანეთში. ბოლოს შევარდნაძის დროს გავიტანეთ ლა ლიგაში გოლი. ჟორჟის გოლით ოსასუნასთან 100%-ით გაიზარდა ქართველების გოლების რაოდენობა ლა ლიგაში. იყო 1 გახდა 2, 100%-იანის დაგვაქვს 1 გოლით. შემდეგ გოლს რო გაიტანს ჟორჟი, ესპანეთში ქართველების გოლების 66% ჟორჟზე იქნება. ეგეთი მაგარი სტატისტიკა. უკვე ყველას უყვარს ჟორჟი, ეგ სუპერ ძალა აქვს ჟორჟს, რომ აი 1 საათში შეაყვარებს ყველას თავს, ეგეთი საყვარელი ადამიანი არის და უკვე თელს ესპანეთს უყვარს. მაგალითად ესპანური დაზნ წერს. სერამიკაზე ამ ბიჭის ქანდაკება უკვე შეკვეთილია. აი 2 წუთის ჩასულია ვილიარეალში და უკვე ყველა ხვდება. ვილიარეალის მწვრთნელი მარსელინიო მიქაუტაძის პირველ გოლზე ვციტირებ. თუ მეტყოდნენ რომ ის პირველ გოლს თავით გაიტანდა თითქმის 2 მეტრიანი 3 მცველის წინააღმდეგ, ვიტყოდი რომ ეს შეუძლებელია. ჯერ სათხარ მარსელინიო ჟორჟისგან გაოცება აწინახავთ ყველაფერს. სანაკრებო პაუზამდე საოცრებები გველოდება ხალხო. ნაკრებში ჩამოსვლამდე ჟორჟს უწევს მატჩები ბილბაოსთან, იუვენტუსთან და რეალთან. კვარას ბარსელონა ელოდება ჩემპიონთა ლიგაზე ნაკრების წინ. ანუ შემდეგი კვირა იქნება. დიდი ამბები იქნება. წავედი ახლა მე, მოვემზადე. შაბათს ქუთაისში მივდივარ კლასიკოზე. ტორპედო დინამო. გეპატიჟებით ყველას. როგორც შეკვირდით, ქართულ საკლუბო ფეხბურთს არ შევეშვები არავითარ შემთხვევაში. აი სან მარინომაც რო გაგვასწროს რეიტინგში. მაინც არ დაგანებებთ თავს. ამიტომ გელოდებით ქუთაისში კლასიკოზე, ქართული დერბი. ხო და მანამდე რა ქენით, იცით? აბა, არხი გამოიწერეთ, ვიდეო დაალაიქეთ, ზარისღილაკეთ ჩართეთ, ჩვენი არხის გამოწერა 2026 წლამდე იქნება უფასო. აბა დროებით.